შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ გორგაძეებში ღამის 2 საათზე ორსართულიანი სახლის აივანი ჩამოინგრა. ციური დიასამიძე ამბობს, რომ შუაღამისას ხმაურმა გააღვიძა და 25 წლის წინ აშენებული სახლის ცალ მხარეს აივანი ჩამონგრეული დახვდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე გამგებელი მივიდა, რომელიც დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაჰპირდა. ღამის 2 საათი იქნებოდა, ძილში უეცარმა ხმამ გამაღვიძა. გავიხედე, აივანი ჩამოვარნილი იყო, თითქმის ჩემს საძინებლებამდე მოსული იყო. ყველანი გავიღვიძეთ, ველოდებით ალბათ დახმარებას და ღამეებს გავათევთ ახლობლებთან, სანამ რაიმე თავშესაფარი და რაღაც დახმარება გვექნება. ზოგი შემთხვევა არ არის, მე როგორც ვფიქრობ, ძირითადად ეს ნაწილი პატარა ღელე ჩამოდის, გამოაცალა ეგ და ამიტომ მოხდა ამის ჩამონგრევა და მაქსიმუმად შეიძლება სახლის საძირკველი მაგარი არქეოლოგებიც ამოვლიან და ნახავენ და შეიძლება იმ ბალკონის ნაწილის მოშლა დაჭირდეს. მუნიციპალიტეტი გვერდში დაუდგება და მაქსიმუმად დავეხმარებით შეძდების დაგვარად.